მგონი უკვე ყველაფერი კარგადაა. ჰეი, ბიჭებო. ბენს, ეს ფაზლი არ არის, ეს კამილია. ფაზლი მისი მეგობარია, ასე რომ კამილი მის მაგივრად გადაიხდის. გასაგებია? ჰეი, სწრაფად, გამიშვი ხელი. უთხარი შენს მეგობარ ფაზლს, რომ სხვის გოგოებს არ უნდა აკოცოს. მიდი, დაკ. აბა როგორ ხარ, ძმაო? სტეფ, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს შესანიშნავ ხასიათზე ვარ. მე არა, რადგან ვერ გამოვიძინე. გეყოფა, მე შენზე უფრო მაგარი ვარ. რა გაფიქრები ნებს ასე? მე შენზე უფრო მაგარი ვარ. მე ჭკვიანი და ლამაზი ვარ. მე შენზე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ. ტყუპები როგორც ყოველთვის კამათობენ. მიხარია რომ და არ მყავს. არავისთან არაფრის გაზიარება არ მიწევს, მაგრამ მე მყავს ძმა, რომელიც გამუდმებით იპარავს და კარგავს ჩემს ნივთებს. მაგარი პომადა, შეიძლება რომ ათხოვო? გამომართვი. მადლობა. ჰეი, გოგოებო. ჰეი, ახალო გოგო. ამინა, რაღაც მინდოდა მეკითხა. ახალბედა, ახლა დრო არ გვაქვს. კამილის შესახებ რაღაც მინდოდა მცოდნოდა. თუ კამილზე მეკითხები რამეს? განაგრძე. პონკა, ძალიან მიჭირს უკვე. ძალიან მტკივა რა. თუ ლიმონადს დააგდებ ხილფასიდან გამოგიქვითავ, მინდოდა მეკითხა. ახალბედა, გვერდზე გაიწიე. ბუშტო, უფრო სწრაფად წამოდი რა და შენ უკვე დიდი ხანია ამ კამპუსში ხარ. გეცოდინება, ყავს თუ არა კამილს შეყვარებული. და რატომ გინდა ამის ცოდნა? ახალბედა, შენ კამილზე ხომ არ ხარ შეყვარებული? არა, მე ის არ მომწონს. ის საერთოდ არ არის ჩემი ტიპის ბიჭი და ამავდროულად ის უხეშიცაა. ჩემი ძმა სულაც არ არის უხეში. კამილი შენი ძმაა? წარმოიდგინე. როგორც ჩანს, შენს ძმას კარგად არ იცნობ. დაკ, რა გჭირს? ბურთი ხელებით სწორად დაიჭირე რა. რატომ მეჭხუბები? რატომ დამღალი ასე ძალიან? მე არ ვარ სულელი. და რა ხდება ამდენ ბრძანებებს რომ იძლევი? სანამ ბენსი არ იქნება, მე ვარ პასუხისმგებელი ამაზე, იმიტომ რომ მე შენზე უკვე ვთამაშობ. სულესა, მორჩა, შენ ივარჯიშე, მე არ მოგისმენ. სწრაფად აიღე ბურთი და ივარჯიშე. ამას ხედავ? ამას მე მიჩვენებ? ხო, ეს შენ ხარ? უყურე ამას? ხომ არ გაგიჟდი? კიდევ ერთხელ შემიძლია გაჩვენო. კარგი, აბა სცადე. ვაუ, როგორ ჩანს ბენსი გაბრაზებულია. რატომ ვარ მე ყველაზე ბოლო? ვინც ამის შესახებ გაიგო? რა ხდება ბენს? კამპუსის ახალი ვიდეო გამოვიდა და ვნახეთ ჩემი გოგო, რომელიც ფაზლს კოცნიდა. თქვენ კი უბრალოდ იქ გახართ. და ერთობით ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართლა? მაშინ ეს რა არის? რა სიტყვით ბიჭებო? მე ფაზლს უთხარი რომ თუ ამის შესახებ გაიგებდი, უსიამოვნებაში აღმოჩნდებოდა. რატომ იღიმი? კარგად გაერთი არა? ბენს, ეს თამაში ნამდვილად სახალისო იყო. წარმოგიდგენია რომ ლუნას ვაკოცე. კარგი, ახლავე ერთად მივდივართ, რომ იმ თავხეთ ფაზლს სახეში დავარტყათ. ღმერთო ჩემო, დღეს ჩხუბი იქნება და მე მიყვარ ჩხუბები. ჯანდაბა, ისევ ჩხუბი. და რატომ ხარ ასეთი მშიშა რა? პოპკორნი, გემრიელი პოპკორნი. როგორ შემიძლია ამ განტოლების ამოხსნა? დილან, რატომ არ ყიდი დღეს არაფერს? დავიღალე ყვირილით, ყელი მტკივა. მიდი ცოტა შენ სიყვირე რა. მომშორდი აქედან გუფი. ვერ ხედავ, პოპკორნის დრო არ მაქვს. ყველა საშინაო დავალება გავაკეთე, მაგრამ ერთი განტოლება ვერ ამოვხსენი. ნუ ტირი ხარ დილან. პონკა მალე მოვა და გამოთვლებში დაგეხმარება. ის ჭკვიანია, ყველაფერი იცის. პონკა ჩვენი მეგობარია, ის აუცილებლად უნდა დამეხმაროს. აი, პონკაც მოდის. ბუშტო, ლიმონათი აქ დადე. საღეჭი რეზინი გვაქვს, პოპკორნი გვაქვს, მაგრამ ტიქები გვიმთავრდება. მოიცა პონკა, ჩვენს მეგობარ დილანს დახმარება სჭირდება. ხო, პონკა, შეგიძლია დამეხმარო ამ განტოლების ამოხსნაში? დილან, სიამოვნებით დაგეხმარებოდი, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. რატომ? პირველ რიგში გაკვეთილზე ყურადღებით უნდა იყო ხოლმე. მეორეც, თუ ამ განტოლებას შენთვის ამოხსნი, შენ უფრო ჭკვიანი ვერ გახდები. შენი ტვინი გაუარესებას დაიწყებს. მე ახლა დაბალ შეფასებას მივიღებ. შეწყვიტე ტირილი დილან, გოგოსავით ნუ იქცევი, თავი დამანებე ბუშტო. მე აღარ შემიძლია ამის ატანა.
ხო და მეც მერე ასე ვუქენი და იმან მიპასუხა რა მაგარია მე იდეა მაქვს წავიდეთ ჩემთან და რამე ფილმს ვუყუროთ ჰეი უზერებო მოგვეცით ლიმონადი და პოპკორნი ფილმის საყურებლად მივდივართ აი შენი პოპკორნიც გოგოებო მადლობა შენი ლიმონადი წავიდეთ ისინი ფიქრობენ რომ ძალიან მაგრები არიან ფილმის საყურებლად წავიდეთ ვის აინტერესებს ლიმონადი გემრიელი ლიმონადი და გემრიელი პოპკორნი ჰეი ლუნა აბა როგორ ხარ და რატომ გაინტერესებს ჩემი მდგომარეობა უბრალოდ გეკითხები სხვათა შორის მართალია რომ შენი დიდი ბებია ჯადოქარი იყო კი და ის ხალხს ჭამდა განსაკუთრებით ქერებს და ეს მეც მემკვიდრეობით მივიღე ამიტომ ჩემგან თავის შორს დაიჭირე ლუნა მე შენი არ მეშინია რომ იცოდე ყოველ შემთხვევაში მაგარი იდეა მაქვს მოდი დავმეგობრდეთ და ჩვენი გუნდი შევქმნათ საიდან მოიტანენ რომ ვინმესთან მეგობრობა მინდა მარტოც კარგად ვარ მაგრამ ლორა გები და ოლივია გაწუხებენ ხო მე ისინი მაღიზიანებენ მერე რა ხედავ ბევრი რამ გვაქვს საერთო ისინი შენს გაღიზიანებენ და მეც მაღიზიანებენ ასე არა ანუ მეგობრები ვიყოთ დავფიქრდები სულელი ჯადოქარი გოგოებო ვიჩქაროთ სანამ დაგვიჭერენ ხო ახლავე ლორა ვიჩქაროთ ფუ როგორ ჩანთაში გაფუჭდა ფუფ ეს რა სუნია ფუ ლორა მიდი დადე ღმერთო ახლა ვაღებინებ გოგოებო გაჩვმდით ის მოდის რომელმა თქვენგანმა გააკეთა ეს ვიღაცას მე მგონი ქათმის სუნი ასდის არც კი ვიცი ვის აქვს ეს სუნი ეს ჩვენი გოგონასგან ლეიასგან მოდის ღმერთო ჩემო რაც აკეთებ იდიოტო ეს მტკივნეული იყო სწრაფად მოუხადე ბოდიში ჩვენს საუკეთესო მეგობარს აბა ამას ხედავ ლაურა ახლა ქათმის სუნი ვის ასდის შესულელო ლაურა ახლა ქათმის სუნი შენ აგდის მართლა სერიოზულად კამილ ფილმის ყურება შესანიშნავი იდეა იყო ღმერთო ჩემო შეგიძლია უფრო ფრთხილად იყო ძმაო როგორ ჩანს დასველდი ვიცი კარგი მოიცა დამელოდეთ მედი ძმაო აკელოდებით ნაის ეს ჩემი პოპკორნია ნაის არ შეეხო დენს დროზე გადი რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ამ ფაზლს აბაზანაში უკანალი უკვე მტკივა იქნებ დღეს ღამემდე აქ არ მოვიდეს საერთოდ და აქ შეწყვიტე წუწუნი რამდენიც საჭირო იქნება იმდენ ხანს დაველოდებით დაბრმავ დილო რა წარმოდგენა არ აქვს სად მიდის როგორ ჩანს ის უკვე აქ არის როგორც იქნა აქ არის მოემზადეთ ბიჭებო კარგი მგონი სულ ესაა ჰეი ბიჭებო დენს ეს ფაზლი არ არის ეს კამილია ფაზლი მისი მეგობარია ასე რომ კამილს მის მაგივრად მოუწევს პასუხის გაცემა ჰეი მეგობარო მოემზადე ახლა ცოტა გეტკინება ბიჭებო კარგით რა გამიშვით ხელი უთხარი შენს მეგობარ ფაზლს რომ სხვის გოგოებს არ უნდა აკოცოს და აქ შენი დროა მაშასე მოემზადე მეგობარო მე მეშინია მისი კამილი აღარ აპირებს მოსვლას იქნებ მის გარეშე წავიდეთ ნაის რა ზელაპარაკობ როგორ წავიდეთ კამილთან კამილის გარეშე კარგი წავალ და შევამოწმოთ ლუნა შეგიძლია რომ ასე არ მიყურო ნაის უკან დაიხიე მეთქი კამილ რატომ დაგჭირდა ამდენ კამილ რა დაგემართა
ჩალურჯებული ხარ, დაგეხმარები. ვინ გააკეთა ეს? ეს კალათბურთელები იყვნენ. ამბობდნენ რომ ლორა საკოცე და როგორც ჩვენს მეგობარს, მე შენი დაცვა მომიწია. ეს ნაძირლები ამისთვის გადაიხდიან. კარგი ძმაო, წავიდეთ. მეგობრები გველოდებიან. მეგობრებო, თუ გსურთ რომ ამ კალათბურთელებს ჭკუა ვასწავლოთ, ამ ვიდეოს უამრავი მოწონება დაუწერეთ და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. Say no.